Rezolücიის კენჭისყრამდე რასა იუკნევიჩიანემ საქართველოსთან დაკავშირებით ნეტ გაზეთთან ისაუბრა, მისი განცხადება უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა თბილისში. იუკნევიჩიანეს თქმით, საქართველო ვერ ახერხებს გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც უნგრელებმა გააკეთეს. ქართველი ხალხი თუ დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ, რა მოხდა უნგრეთში. ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო, აღნიშნა რასა იუკნევიჩიანემ. ვფიქრობ, ახლა სომხეთი ხდება რეგიონში ლიდერი დემოკრატიის მხრივ. ისინი უკვე იბარებენ ევროკავშირის დროშას საქართველოსგან. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სომხების მხარდაჭერა, რადგან ეს მათი იმედიც არის, რომ რეგიონში სულ არ დაიკარგოს ევროპული მიდგომა. სომხები ახლა საქართველოს სახელითაც მუშაობენ, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი გახადონ. სამწუხაროდ, საქართველო ახლა ვერ ახერხებს გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ. არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ევროპული ცხოვრების წესისთვის უკრაინელების გმირული ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, ქართული ოცნების ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არამხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. მარტივად არის საქმე. ევროპა და დასავლეთი უშვებდა სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც კოჩს უღორებდა რუსეთს და არ ახდენდა ნაცრისფერი ეგრეთ წოდებული ზონის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. და იმის იმედად იყვნენ, რომ პუტინი გახდებოდა კონსტრუქციული პოლიტიკური აქტორი და როცა მიხვდნენ, რომ ესე ვერასოდეს ვერ დადგება, რომ პუტინი აპირებს რეალურად დაპყრობას ქვეყნების, ამ დროს გადადგეს ის ნაბიჯი, რომელიც ბევრად ადრე უნდა გადაედგათ. ან ბევრად ადრე უნდა მოხდარიყვნენ იმას, რასაც მათ შორის ნაცნობ მოძრაობა და ჩვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მათ ეუბნებოდათ, რომ პუტინთან ესეთი რაღაცა მურჯულების ილუზია არ უნდა ქონოდა. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი არის არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი და გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანები ხალატობენ იმ ფასეულობებს, რასაც თავის დროზე ევროკავშირი დაეფრნა და ეს იყო მშვიდობა და უსაფრთხოება და პირიქით. დღეს მშვიდობის ნაცვლად ომის პროპაგანდას და ტირაჟირებას ეწევიან. ამით ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ მორიგი ჯერზე იგებს ზუსტად როგორ აცდნენ ეს ადამიანები ამ ევროპულ ღირებულებებს და ძალიან სამწუხარო არის, რომ დღეს ესეთ დეკადანსს ვხედავთ ჩვენს ევროპულ ინსტიტუტებში.